რამდენიმე დღის წინ 26 იანვარს სუსის შენობის წინ საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი სუსის თანამშრომელი სიმონ წაქაძე იპოვეს. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2021 წლის 8 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს სუსის კიდევ ერთი თანამშრომელი აკაკი ნემსაძე. მის სახელს უკავშირდება სუსიდან გამოტანილი სკანდალური ფაილები, ასობით სასულიერო და საერო პირების ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერები. მოგვიანებით გამოქვეყნდა მისი წერილი, რომელიც ასე იწყებოდა: არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარებ. 2025 წლის 7 ოქტომბერს წყალტუბოს ქუჩაზე საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს გდანის ციხის უფროსი დავით გოგობერაშვილი. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი გამოკითხვაზე იმყოფებოდა საგამოძიებო სამსახურში. 2022 წლის 1 ივნისი ილია ელოშვილი, კახიკალაძის მოადგილე და ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი. გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობა. 2025 წლის 7 ივლისი თორნიკე რიჟვაძე. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობის მცდელობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად იგი ამ დღემდე დუმს. გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი ოცნების გუნდის წევრები. უამრავი კითხვა, არც ერთი პასუხი. მივიწყებას მიცემული ფაქტები, რომელიც ყველა მიცის, ყველა ხედავს და ყველა დუმს. იმიტომ რომ სისტემა გეუბნება, გაჩუმდები და გადარჩები, ილაპარაკებ და გაქრები. და ყველაზე კარგად ეს სწორედ ამ სისტემის მონაწილეებმა იციან.